მშვიდობისა ჩვენო ერთგულო მაყურებელო დამსწრეს საზოგადოება დღეს როგორც მოგეხსენებათ ხუთშაბათია საღამოს 10 საათი და რუსთავი 2-ის ეთერში ტრადიციულად თქვენ უყურებთ პატა და ნიკას შოუ ეს ხომ იცით რომელი შოუ აი მუსიკალურად გაფორმების პარალელურად რომ კეიფისა და დროსტარების ხასიათზე გაყენებენ ხოლმე და ვინ და რა თქმა უნდა ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი მარცხ დაბადების დღე გქონდა და მივოლოცოთ ჩემო ბატონო მთელ საქართველოს ესულოცავს და გილოცავთ არც დუდუკი გვაქვს არაფერი მაგრამ ჩათვალე რომ მე ჩვენ ვისწავლით შემდეგი დაბადების დღისთვის გაიხარე და გამრავლდი გილოცავთ და სანამ საინტერესო ამბების მიმოხილვაზე გადავალთ შეგახსენებთ რომ ამ შაბათ კვირას საღამოს 8 საათსა და 00 წუთზე კომედი არხზე მიხოს და მაროს ახალი ძალიან საინტერესო სერიები გელოდება. აუცილებლად უნდა გვიყუროთ კომედი არხზე საღამოს 8-ზე შაბათ და კვირას. უნდა ნახოთ და რა თქმა უნდა არ ინანებთ ის კი არა შეიძლება მადლობაც კი გითხრათ როგორც გწერთ ხოლმე. თუმცა არა საჭირო. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ ეს არის და ეს ჩემო ბატონო. სხვა გზა არ არის ჩემო ბატა. მონოლოგი მეცნიერული კვლევის შედეგით უნდა დავიწყოთ. იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ამბავია ძალიან. რა ხდება? შენ სიგარეტს ხო დაანებე თავი? ფაქტიურად შეიძლება ითქვას კი. და აჯაფსანდალი ხო გიყვარს? არა, აჯაფსანდალი კი მიყვარს, მაგრამ ვერ ხვდები რა პირებს. ხო და უნდა დაანებო მაგასაც თავი. რატო უნდა დავანებო სიგარეტი აჯაფსანდალი ეთი გაგვარკვია. კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ ნიკოტინს თურმე კარტოფილი, ბადრიჯანი და პამიდორით შეიცავს. ანუ ერთი ულუფა აჯაფსანდალი უდრის ერთ კოლოფ სიგარეტს? დაახლოებით ეგრეა. მარტო აჯაფსანდალი კი არა, სალატს ვეღარ ვჭამ ჩემ გემოზე. მარტო კიტრებს მოვუჭამ და ეგა. მეც არ ვიფიქრე, შემწვარი კარტოფილის მერე მოწევა რატო არ მიდება თქო კაცო. თურმე კარტოფილშიც ნიკოტინია, მაგის სიბრალი ყოფილა. და ნიბზიან ბადრიჯანზე რო გახველებდა. ადრე მაინც გითქვა კაცო წერან ერთი კარგი დიდი ტაფა შემწვარი კარტოფილი და კიტრი პამიდრის სალატს რომ მივადე კი აი ბოლომდე შეჭამე? არა დავაბიჩოკე ახლა ალბათ მალე შემოვა აიქოსები პომიდურის და ბადრიჯის გემუებით კი ბატონო ჰოდა სექსისმე სიგარეტის ნაცვლად შეგიძლიათ კარტოფილის პიურები ერთად. ამონესილი მაინც. მოიცა 18 წლამდე ბავშვს ვეღარ გააგზავნი მაღაზიაში პროდუქტების შესაძლებლად, ხო? მომიწევს მეოთხეზე ჩადი ამოდი. პირადობას მოთხოვენ. და ალბათ რესტორნებში სალათისა და აჯაფსანდალის დარბაზში ჭამას აკრძალავენ. გადი. მოსაწევად გნას და იქ ჭამეო გეტყვია. თან როგორც ამბობენ, პომიდორს ერთიანად არ უნდა შეეშვა. ნელ-ნელა უნდა გადააგდო. ანუ ეხა ჭოპორტის კარტელსაც დახურავენ. შენ ხო მენთოლიანი სიგარეტი გიყვარს? მერე? კი. ჰოდა მოვაყარე შემწვარ კარტოფილს პიტნა და ეგა შეგაიხარე, ეგ გაიმასწავლე. და რომ ამბობენ 1 გრამი ნიკოტინი ცხენს კლავსო, ეთყობა მაგიტო მარჭამენ ცხენები აჯაფსანდალი. ცხენს მოატღვევი კი, ასია, სანამ მეცნიერები რამეს გამოიკვლევენ, ცხოველებმა უკვე იციან ყველაფერი. შენ იცოდი რომ თურმე ყვავები იმახსოვრებენ იმ ადამიანის სახეებს, რომლებიც არ მოსწონ და სხვა ყვავებსაც გადასცემენ. ანუ თავიანთ ენაზე. შარში ვარ, გეუნე. როგორ უნდა მოვაწონო ყვავს თავი ახლა მაგაზე ბანერები.
აპოხმიანები ყოფილან ეს ხო ანუ 300 წელი შარժი ერთი ყვავი რო დაიშხავლებს ნიშნავს რომ ვიღაცას გადასცა რაღაცა დანარჩენებს ეგ ცუდი კაციაო და ყველა რო აჩხავდება ესე იგი იმ კაცს აგიდი ეთქობა მე არ მომწონვა რომელიღაცა ყავს ამასირად სახლიდან გამოვედი და მანქანაზე ისეთი ამბავი დამხვდა იმას ერთი ყვავი ვერ მოსკლიდავდა ძმა აშკარად სხვებსაც უთხრა აი გორცინში მოიყ გორცინი დაგემთხა არა უნდა მოვეფერო ხოლმე ყვავებს თან ეგენი 300 წელი ცხოვრობენ როგორც აღნიშნე ალბათ 240-250 წელი გიმახსოვრებენ და მერე სიბერეში 280-290-ის რო გახდებია ნერნემა ავიწყდა კი ბატონო ამიტომ არ გავაბრაზოთ ყვავები თუ მაინც და მაინც ვინმეს გაბრაზება გინდათ თევზებს მოუშალეთ ნერვები მაგა თურმე 9 წამში ავიწყდებათ ყველაფერი გადავიდეთ ახლა ისევ ადამიანებზე საოცარი ამბავი გავიგე მილიონერმა დედამ ვაჟი ცოლის ღალატის გამო მემკვიდრეობის გარეშე დატოვა დედა კი არა სიდედრი ყოფილა რას იზამ ღალატი უფასოა და ერთგულება ძვირიჯდება ჩემო ნიკოლოს რძალს უთქვამს ამ მილიონერი ქალი რაო დედა რომ დაგიძახო მე დამიტოვებ მაგ მილიონებსო გადაყვებოდაზე აქამდე დაეძახა დედა ვინ უშლიდა შვილი ეხვეწებოდა თურმე დედა შანსი მომეცი რომ გამოვსწორდებოდა დედამისმა კი შანსი კი არა კაპიქს არ მოხდა კი იძახდა ეს ბიჭი აბა რა მექნა თვითონ რომ ღალატობდა კარგი იყო ეს ამბავი საქართველოში რომ არ მომხდარა თავიდანვე მივხვდი ჩვენთან თავარია ქალმა არ უღალატოს თორე კაცი იგაიმ ზაკლა ხანდახან დედა ენაცვალოს ჩემი წუწკი აბა ბიჭო $100 საქმე არ დაიჯინა მილიონად და მამაცხოვრებულმა და ბოლო როგორ დამთავრდა ეგ ამბავი ხო არ იცი ეს მილიონები ვის დაუტოვა იმ ქალმა საყვარელს აბაშია საქმე გადავიდეთ სხვა თემაზე თურმე საფრანგეთში ეძებენ მოხალისეებს რომლებიც 10 დღე საწოლში გაატარებენ და ამისთვის 5000 ევროს მიიღებენ რა ტყუილა გორაობგიო დიღომში უფასო რა აი ამბავია ეგ და გადაბრუნების უფლება ექნებათ ალბათ ხო გააჩნია რისთვის ბრუნდები საწოლში მარტო უნდა იწვეო კაცო არა ეგთანს მოგიწვევენ გვერდით არ მოიწვია რა ციხე ბიჭო კარგია რა გიხარია კაცი ეკთრების ხავთ რას არ მინდა ეკთრები მარტო ვერ გავჩერდები მაგრამ 2-3 ძმაკას თუ შემაყოლებენ 1-200 ლიტრა შემიღვინით კი ბატონო არა ამაში პრობლემა უსწავლი ხალხი ეს ფრანგები რა ჩვენთან რაც ცხოვრების წესია იმას ექსპერიმენტს ეძახიან გამოდით საქართველოში ოჯახაშენებულო 500 ლარში გამოყოლ სულ თავისუფლა რატო წვალობთ მან არ ჩამოდიან და ისე კაი გამახსენდა საფრანგეთში ვარ წასასვლელი ეიფელის კოშკის ნახვა მინდა ნიკა შემდეგი გადაცემა მარტო რო წაიყვანო პრინციპში ხო შეძლებ როგორ არის ეიფელი მოუდა ხლა ბიჭს ვიცი ვერაზეც მიდიხარ შენ მაგარი მოუსვენარი კაცი ვერ გაჩერდები ლოგიში 10 დღე გეუნები და ეს ის შემთხვევა როცა სამსახურიდან დაგვენების გამო კი არა ადრიადგომისთვის გამოგაგდებები კონტრი მაგ 5000 ევროს მწვადი და კაციწელის დაამატონ და თუ გინდა 1 წელი ვიწევი რა პრობლემა მაგარს გეტყვი მოდი რა აბარა ზაფხულში წავიდეთ იბოდა კომულეთში რო კოიკაში 100 ლარს ვიხდიდი დღეში მაგრამ საფრანგეთში ვისვენებ 10 დღე და აქეთ გვაძლევენ ფულს ისე მართალი ხარ შენ ან სად გვაქვს ახლა მაგისი დრო პატაგულიაშვილის კომედიის თეატრში ანშლაგზია კი ბატონო მოკლედ ჩემო ძვირფასებო მარტის ბილეთები მთლიანად გაყიდულია და უკვე აპრილზე გადავედით დაიდო 3 აპრილის ბილეთები სპექტაკლის აქაური იქაური მართალი ხარ ჩემო ბატა რა ვქნა წოლის დრო ახლა კარგი გადავიდეთ შემდეგ თემაზე აგერ
ერთ-ერთ მოლში ორი ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდა. თუ არ ვიცით ზუსტი დასახელება. რა კაცის გამო რას არიზავს ქალი? ეძახეთ თქვენ სუსტის კრისი და კაციშვილი ვერ მიეკარა თურმე გასაშველება დახოცეს ერთმანეთი. იმ ჩხუბის მიზეზი კაცი იქვე იდგა თურმე და კიო და გააშველეთ ქალებო დახოცეს ერთმანეთი. არ დავენახოთ არცერთი თქვენ გამიმწარეთ მე ცხოვრებაო და ქვითინებ და ბოლო ხმაზე მოთვა. იქ ზვავტი დადგა. ახლა არ იკითხოთ მორშუტეს რა უნდაო. გეტყვით კაცო. მაკიაჟი დაცვიდა. აზმაო შავი პარასკევი ამ კაცს ხონდა თუ ხონდა. მოლის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა შემდეგში კრივის ხელთათმანებიც გაყიდეს. პარფიუმერიასთან ერთად რა თქმა უნდა. კი ბატონო, ჩხუბის საყურებლად იმდენი ადამიანი შეიკრიბა, მოლის ადმინისტრაციამ ორივე ქალბატონის სასაჩუქრე ბარათით დააჯილდობა. ამ ჩხუბით ყველაზე ბედნიერი პოპკორნის მწარმოებელი კომპანია პოპკინო. გაიყიდა და ბედნიერი. თურმე მერაბ დვალიშვილით შესწრებით რას იცახი? და ბოლოს უთქვამს მადლობა გოგუებო ბევრი ახალი ილეთი დავამატე მერე თემში ბოლოს მესამე ქალი მისულა ამ ჩემქვას და არ თავი თუ გაგინოთ მაინდა მაინც ასე კაცის გამო ასეთი გადარევა მე არ ვიცი ზმაო რა ქალები კი არა კაცებმა რო იციან თავისი ფასი იმისთანა უნდა ეხა გეტყვი ნახე ერთ-ერთმა ფეხბურთელმა რომელიც თავის ვინაობას მალავს რასაკვირველია საკუთარი ბოდიში მომითხოვია და სასქესო ორგანო $1,000,000 დააზრდა ოჩახს მაგო მაგას აი ეს არის ნამდვილი ურთიერთმაგირის კითხეს თურმე ჟურნალისტებმა ფეხბურთელები ზოგადად ფეხებს აზღვევენ ცნობილი ამბავია და ეგ რატომ დააზღვიო და იმან რა უთხრა რა ვიცი აქცია ჰქონდათ 2+1 და მივაყოლე ფეხებს რა შემთხვევებზე დააზღვია ნეტა ეგაა საინტერესო ფეხებშუა ამორთქმისგან, ბურთის მოხვედრისგან და იმ ორგანოს სახელის დაძახებისგან ტრიბუნებიდან, მაგრამ ამ უკანასკნელის დაზღვევაზე უარი უხდით. ვერ ყოფილა დადგა იმოთამაშე და მაინც ახლა ძვირი დაგვიჟდება. რა მაინტერესებს იცი? სადაზღვევოს აგენტს როგორ უნდა აჩვენოს დაზიანების შემთხვევაში? ძალიან წვიმანდებით ბატონო ნიკოლოზ. არა ეკი არ ვიცი, მაგრამ თურმე ცოლი აცხადებს. სიცოცხლიან ფულს, კაპიკია მაგისი ფაციო. აი, ყოველ შემთხვევაში რაც ის დააზღვია ჯარიმის დროს ცოცხალ გედელში ასე დგას თურმე. ეგება მომხვდეს და ფული ვიშო. ეგ ჩვენი მტრის ჯანში იყო შემონიკოლოს და სიმელოტეზე ხوار დავეზღვიოთ მე და შენ. კი გვაქვს ჯერ ქოჩრები, მაგრამ ასაკში შევდივარ და რო დაგვეწყოს წვენა დავაზღვიოთ რა ვკარბა კაი რა მე მგონია რომ სიმელოტეც მოგვიხდება ჩვენის საიდან მოიტანე აი საიდან მოიტანე რომ მოგვიხდება არის არ რა ვიცი ჩაინიკას გავუხდება აგე ანუ ვასკას ჩვენსას ცუდი ბიჭები არიან გადასარევები აგე მაგრამ ქოჩრიან ბიჭებს მაინც ვერავინ შეგვედრება. არ აქვს საურელები. ჩვენ ამ ამბავს სადაც გაუხარდა. ჩვენ ამ ამბავს სიმღეროდ ვერ გადავწყვიტავთ. ამიტომ დაუძახოთ ორ ჩვენ კაჩალ მეგობარს. ორი ქოჩრიანი ჩაგვარდა სიმღერით შევაფასოთ სიმელოტის დადებით და უარყოფითი მხარეები. კი ბატონო. აბა ძმებო, კაჩლებო. ხო? იპოთეკურის წესში მაქვს მე, იპოთეკურის წესი. თქვენ უფროს დაუძახეთ, ეხლავე მაქვს საქმე. ჩვენი უფროსი რაში გჭირდება? კარგად უნდა დაუიმართ. დაწნეები. ვაგინე მე მაგას წისლებით სანამ შემოვიდოდი, აბა? და არაქად გამოცილი ხუთაისელი აღარ დგება ფეხზე და გამომხედა და ახლა რას გეტყვი უფროსო იცი მეგონება. ახლა შენაც იაგიბალკა და ოპას მედევიზა.
პროცენტი დაგიწიე ნათია დილა თუჩბოს ეჭუბებო რომ შენი დედავატირო ეს რაფერ მოგფაროს დაწერეო რა ხდებოდო რომ მევედი იყო და რო წევედი აღარაო ნელია სიყვარული ძნელია ძნელი საბონელია და ოდელია ნელია ვით ვერ მოვიდა ჩემი რიგი კაცო ამდენი ხანია ვდგავარ თან აი ნომერის რაღაც 13-ია მომივიდა დათარსვა მინდა კიდე მე რა ხდება ვერ გავიგე კაცო რა ბანკია თუ რა ამბავია კაცო ვიღაც კაცი ყიროდა შემოსასვლელში გამარჯობა ჩემო ბატონო მიშველეთო ის ვიღაც კაცი არა იგენაცვალე ბანკია ეს ბანკია უბრალოდ გვერდზე არის ლომბარდი და თირკველს იტოვებდნენ ალბათ კაცი შესაბამის სატყვირის გამარჯობა უკაცრავად გენეტით ამ ბანკს რატო ქვია გაზაფხული ბეგეთ გერხსორა ზედირად ვიცი ყველაფერი გაზრო იმიტომ რომ სესხის გადახდის დღე ისე მოგეპარება გაზაფხული ვერც გაებ მე გაზაფხული რა ვეღარ მოვიდა კაცო ჩემი რიგი რა თან კაცო ამომივიდა 13 ნომერი რა უბედურ კიდე დათარსვა მინდოდა რა მე ის შეგენაცვალე მე და შენ 13 გაქვს მეც რასდება დაგო მე 13 ნომერი ვარ რა და დევიღუპეთ მეჯო შემდეგი 13 ნომერი აქ არის. კი, როიცა ვერ აგავარ. უიმე, კიდევ აურია ამ აპარატმა. კარგით მობძანდით, გისმენთ, ოღონდ რიგრიგობით თუ შეიძლება რა. კი ბატონო, კი. ბედნიერ დღეს გისურვებთ. მადლობა, კი ძალიან ბედნიერად დაიწყო აკროვარ უკვე. დღე ესე იგი რა მაინტერესებს თუ იცით? მოძრავი ქონების უზრუნველყოფით მინდა 30,000 ლარის გამოტანა და პროცენტის გადახდა რო ვერ მოვახერხო. მანქანას გამიყიდი? უკაცრავად დახვედრი რა მდგომარეობაში გააქვთ? კარგში არ სვამ საერთოდ მაგალითად. მაშინ პირველი 2 თვე შეღავათს მოგცემთ და მე თუ ვერ გადაიხდით, ცუდად იქნება საქმე. და დევიღუპე მოჭვი. ვირძლი. აღა მეც მაცადებ და უკაცრავად. გისმენთ? მაქსიმუმ რამდენი წლიანი შემიძლია სესხლი რომ გავაკეთო მე თქვენთან? მაქსიმუმ 90 წელი. რა დაბრაგები? მაგდეხას ვიცოცხლებ მე? იცით რა არის, ვალდებული ხართ რომ იცოცხლოთ. თუ არა და შვილი ხომ მყავთ? კი, როგორ არ მყავს? ძალიან კარგი. შვილიშვილსაც ველოდები მე? ხო, აბა? ბიჭს ველოდები, ჭიჭები. ხო და აი თქვენი შვილი ან შვილიშვილი სად გაგვექცევიან, შემდეგში ისინი გადაიხდნენ. გოგონა, თუ შეიძლება ერთი წუთი მომბძანით აქეთ. მომაქციეთ ყურადღებად. ნათია გვია მე შვიდეთ ვარ აქ. სასიამოვნო. აქ ღამისათევად არა ვარ მე ნამდვილად მოსული გენაცვალე. ღამისთენება მერეც მეყოფა აქ შემოსატანი ფულის სარბენად რო ვიქნები მე. ისე მელაპარაკებით თითქოს მეგაძალებდე ცესხის აღებას. შენ თუ არა ჩემი ცოლი ხომ აძალებს კაცო? ერთნაირები ხართ ეს ქალები. ბოდიში აქ მომისმინეთ ერთი წუთი რა მინდოდა მეკითხა. სამივე 13 ნომერი კი ვართ, მაგრამ პირველი მე მოვედი და ხო შეიძლება გამომძანეთ თქვენ აქეთ რომ მაცადოთ მე. იცით რა არის თქვენი პირადობა რომ მათხოვთ თუ შეიძლება. აგერ რა გაქვთ უკვე, ზეგან მოგაწოდეთ. რანაირად ხართ კაცო თქვენ? აქ ქერათმიანი სიმპათიური მამაკაცია ფოტოზე. იცით რა შეა საქმე? ეს უკვე მეხუთე სესხია მაქსი. მიგმირადობა მანამდე მაქვს აღებული, სანამ თქვენ გამაჭაღარავეთ მე. მე რას ლაპარაკობთ ბატონო? დაცვა. რა საჭირო დაცვა? რა გონიათ ახლა ერთი თქვენ ქალბატონო ის მიზერული ხელბასის გამო მე დამიწყებს აქ ჭიდაობას ის კაცი? მე მაგას აქ იმ ხელას ესხი აქვს გაკეთებული რომ ჭიდაობას კი არა ეგრევე დაგახლის ფეხებში. უყურე ამას. ცოტა ჭკვიანად ვიყავით თუ შეიძლება. იპოთეკური სესხი მაქვს მე მაქვს იპოთეკური სესხი და გადამისდა და მაღაზიაზე ვარ მოსული გესმით? თქვენი სახელი და მისამართი რომ მითხრათ უკაცრავად. გურიაშვილი გახლავართ პაატა. და მისამართი? ადამად. მისამართი.
მე გაფრთხილებდით მე თქვენ რომ სესხს თავის დროზე თუ არ დაფარავდით ხო ისტორია გაგიფუჭდებოდა ბატონო ისტორია თორე ახლა დავით აღმაშენებელი ვარ მეც გაფრთხილდა გაფუჭდეს კაცო ფიქრობდი მაგრამ რა ვიცოდი ახლა სას თუ გამიყიდიდნენ ესენი არ მიდეხა დავაბულო მაგრამ რაღაცა ისე არ უნდა გეთქვათ კაცო ადამიანისთვის ბატონო უკაცრავად და ისტორიის გაფუჭებაში ეგეც კი იგულისხმება არ ვიცი იგულისხმებოდა კარგია კაცო მე რა ვიცოდი რომ იგულისხმებოდა თქვენ უფროს დაუძახეთ ეხლავე მაქვს საქმე ჩვენი უფროსი რაში გჭირდებათ ბავშვურა მოვანათლინო რაში მჭირდება ეხლა რა დამჭირდება თქვენი უფროსი კარგად და დაუიმართ დაწნეარდი ვაგინე მე მაგას წისწრები სანამ შემოვიდოდი აბა შეგენაცვალე გაიხარე იცოცხლე რა მაინტერესებს იცი კალბატონო ნათია გისმენთ ჩემს 90 წლიან ჰიპოთეკურ სესხზე რა ხდება და რა იქნება ერთი მაინტერესებს ცნობა უნდა მოიტანოთ ბატონო გადმოდით საკითხი გადმოდით ისი ცნობა მოვიტანო მითხარი აი 100 წლის მერე რომ ცოცხალი იქნებით მაგისი მოვიტან მაგრამ ეხლა რა არის იცი შაბათკვირა მოდის გამიგე დასვენების დღეებია და ვერ მოვასწრებ ეხლა მაგრამ მოგისწრებ და გამოგიგზავნის მაგას 80-85 წლის შემდეგ ისა და თქვენ რამდენ პროცენტში გაქვთ წინა სესხი უკაცრავად თუ შეიძლება რომ მე მეკითხები თალმა გამოდი აგერ ეს ვინ არის აეროპორტიანი კაცი უცხოურ ვალუტაში მაგენაცვალე 6%-ში უი რა კაი დამთხევა 6 თქვით ხო მეც 6%-ში მაქვს და ეს 6% და მე ვახშობისთვის გიდათ ეს პული ხო ვერ გავიგე რა მოიც არა ბატონო მე გასტუმრების შანსი მაქვს 6%-ი მე ძალიან გთხოვთ რა ყველა ერთდროულად ნუ ლაპარაკობთ ვეღარ ვიგებ უკვე ვერ მართლა ვერ იღებს ბიჭო ხო ბატონო ნიკა ხელფასი რამდენი გაქვთ თქვენ ხელზე ასაღები რომ მითხრათ რა გიტყვეთა მისღეივარ ხელფასი რა ეს გიჟი არ ხელფასი რომ მქონდეს რა მითხარ მოიცადეთ აბა ვალის გასტუმრებას როგორ აპირებთ ახლა რაღაცა ცოტა თქვენ სიჯავრეთ მარტო მე ხوار უნდა ვიჯავრეთ სორია დაჩემს ეს რა ვქრა ის მაინც გამაგებნიებ რომ უხლაშუნებ მაგთითებს და დამაწყვიტე ნერვები თქვენ რა შეადებთ გირაოში აგე რა რატის აი სახლი მინდა რომ ჩავდო მაგრამ რა დამიტოვეთ არაფერი მოიცა თქვენ არ თქვით რომ გამიყიდეთ უკვე სახლიო ხო მაგრამ ის სიდედრის იყო ეხლა ჩავდებ ჩემს ასს ერთი წამი მასადით უნდა გადავამოწმო გადავამოწმეთ ბატონო მოიცადეთ აქ გადავამოწმე და ჩანს რომ სულ სხვა ბანკში გაქვთ ჩადებული სახლი რა უფლებით იხედებით სხვა ბანკებში გამაგებინებ მე ფატერაში გიჭვრიტინო როცა ტანსაცმელს იცვი მოგეწონება მართალი ხარ ნუ რა ვიცი ახლა არ არის პრობლემა ო მაგრამ რა საკითხი შენ საგამოს ოი ერთი წუთი მაცალე რა და მე შექმენი დოჯაკი ჩემი გაჭირება მაგაც დიახ გისმენთ მომხედი აქეთ შეგენაცვალე ერთი წუთი რა მაინტერესებს ჩამადებინებთ სახს და მომცემ სესხს თუ გავხსნათ ცეცხლი ბოლო დაუბერდი აგარ 22 წელს ვიყავ დამშვიდით ბატონო ეხლავე დაცვას დაუძახე კარგი რაც ბაჭი შეგედები დაუძახე მაგას იმხელავალი ქონი აგერ თავის ხელით მომიტანს ბენზინს რო გადაგწვათ აგარ კი ბატონო მართლა ამომიყვანეს უკვე დაწყნარდით ახლა მეგობრებო დაწყნარდით რა მე დაწუნებული ვარ ხო ნათიასაც ექნება აქ სესხი აღებული ამ ბაქში ხომ ასია ჩქიბ ნათია ჰა კი ბატონო 12%-ში მოგცემთო თავიდან ასა მითხრას მე ისე აიყვანეს 34%-ამდე რომ ვერც კი გავიგე ესენი ამოწყდნენ ერთ დღეს გოდიში ცოტა აღელდი არა შეგაიღარე ჩვენ დღეში ყოფილა კაცო მე თუ მკითხავთ ეხლა კი არ უნდა ვეჩხუბოთ ჩვენ ამ გადასარევი ნათიას უნდა ვუმღეროდეთ გამიგე ვუმღეროთ კაცო და ისიც უნდა გვიმღეროდეს ასია ბოდიში სიმღერა იცით ხო თქვენ რას ბძანებთ ვიცი რას ქვია მე სულ მოლარე ოპერატორი კი არ ვიყავი გენაცვალე რა მაგღერებს ვარა ვიმღერო მაესტრო მუსიკა
ცეკვი და გიწიე ნათია Solmadami kakanam, kakanam Mikideo mankanam, mankanam Bankis valebs vitulio Mets gamishres isqlio Tavshi khelebs vikhlio, vikhlio, vikhlio Zogierti bankiri Gegoნება ვამპირი Chamompiris taupiri Taupiri Bankir mamits gamapa Maheshi Permikurevs tvalepshi Tvalepshi ნეტამერას მაბრალებთ რომ ჩავარდით ამ დღეში ბინა რომ მომინდომეთ ვაკეში ვაკეში მართალია ნათია გადიჭდა სიმპათია შავსიაში არ ჩავსვა ნათია მოკლედ დაუბრუნდით ჩემო ძვირფასებო და სანამ ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს წარმოგიდგენდეთ შეგახსენებთ რომ ყოველ შაბათ-კვირას კომედი არხზე აუცილებლად ჩემო ნიკოლოზ უნდა უყუროთ მიხოს და მაროს ახალ სერიალს ძალიან კარგი სერიალი დაგვიწყდა. საღამოს 8 საათს. და კიდევ ერთი ინფორმაცია პაატა გულიაშვილის კომედიის თეატრში მარტის ყველა ბილეთები გაყიდულია და უკვე დღეიდან 3 აპრილის სპექტაკლის ბილეთები ჩაეშვა და შეგიძლიათ შეიძინოთ. უნდა შეგზანდეთ ჩვენს Facebook გვერდზე, სოციალურ ქსელში და იქ დაწვრილებით წერია ყველაფერი. ახლა კი ნიკოლოზ მაგარი ბიჭები ყავს და კი ბატონო, ნამდვილად ერთი სული მაქვს რომ წარვადგინო ისინი ჩვენი ტელემაყურებლების წინაშე ძალიან კარგი ბიჭები და ძალიან კარგი ადამიანები რომელთაც ნამდვილად აი ამ სფეროში რასაც ჩვენ ვაკეთებთ შემო მეგობარო ნამდვილად ერთქმით გამოთქმა რომ აი პელეები არიან კი ბატონო და ისეთი თვითნაბადი და ისეთი იუმორით გამოირჩევიან ადამიანები, ჩვენი მეგობრები და უკვე საქართველოს მეგობრებიც. რა თქმა უნდა და ბევრს აღარ გავაგრძელებ ჩემო პაატა და მინდა წარვადგინო ისინი თქვენს წინაშე. ბატონი დავით ნემსაძე იგივე ჯუკიჩი და გოგა ხიჭაკაძე იგივე ობიკიჩი. რა ვიცი როგორ გიკითხოთ როგორ ძალიან გაგვახარეთ და მადლობა მინდა გითხრათ კახეთის სახელით რომ მომზადდი დღეს და ასე უმრავლესობაში ხარ დღეს აშია შუგი რო არ ყოლოდა კახეთს რა ეშველება აბა საიდან ვაფრინე კაცი საიდან ვაფრინე ცხენით რა როგორ ახართ მეგობრები რაც მაგახმალია იქ უხალოდ რა ვაწევიდო და უკან წეიყოლა თავადისგან ესე იგი მინდა რომ როგორიც ახლა შენივად გამოიყურები ჯორი გწერიაო ხო არის და კარგად გამოიყურები პოტემჟავი ესე არ იყოს საავადმყოფოში ნეიფული დავტოვე უხალოდ რა ვაწევიდოდიო და თამუნა ეხივი ცოლად სამიყოლა კი ბატონო ხო ეს ხო ნაბინებავია კი ბატონო არაფერს არ ვიგონებ ჩვენ მოვიკითხოთ ჩვენი ესე იგი კონსტანტინე მოვიკითხოთ ორ კონსტანტინეს ვიცნობდი ხელოვანში რომ მაგარი რო იყო კონსტანტინე სტანისლავსკი და კონსტანტინე მჟავიას რეგენაცვალი მოკლედ ისე დავიწყეთ ჩვენი საუბარი რაღაცა ქალებიც გაერია მაინც მარტის თვიარი ხო და ყველა თვე მაგათია მაგრამ მარტი განსაკუთრებით იმიტომ რომ ისე დაიწყეთ მარტზე იმდენი რამე ამოყარა შემა ტვინის Google-მა ახლა ჯერ ერთი 8 მარტი აგერ 2 დღის წინათ იყო და
რაც კობა ბარათელი, გეგე სულხანიშვილი და ვახორი ყრიგაძეგევიცანი მის მერე მე 8 მარტს ქალებთან არ მიქეიფი, ამა დაბადების დღეა და გავთავდი გას დავძე ამწვერებიან კაცებს და მელოდ კაცებს ქალების მაგიერ. კი ბატონო, ხო და მე დარწმუნებული ვარ თქო, ჩემო ბიჭებო რომ თქვენს იმ Google-ში ხო ქალებზეც ბევრი იქნება. მოდი ქალებით დავიწყოთ. Რაღამ ქალებზე ჩამოვარდა და ქალებით ვიწყებთ. ზესტაფონს ყავდა ერთი უსაყვარლესი კაცი, ჩემი უფროსი მეგობარი თამაზ მიხაილოვიჩი, მე და არ დავკონკრეტდები და ყველა ქალის ხმაზე საუბრობდა. მნიშვნელობა არ ქონდა, აი ნებისმიერ ქალს დაგერავდა ისე, რომ ტელეფონზე დაიწყებდა მუშაობას. აი ნამდვილი ჯიგარი ზესტაფონელი იყო და ერთ-ერთ ქალს უტრიალებს მის სახთან უნდა გამოიაროს ამ ქალს. ნუ ამოწყობილია ჩემი მიხაილოვიჩი ეგრე დგას არისტოკრატულად და რა ქნას ამ დროს გამოვიდა მეუღლე და ჭიშკართან დაიწყო ესე ხვეტავს რა. რა გაქნას ეს ქალიც მოვიდა აქ მეუღლე ხვეტავს და შედი დედა სახშიო გადახედა. შედი დედა სახში იქამდავი ახლა დაადგა ნათელი ჩემი მიხაილოვიჩი. 8 მარტზე და ქალებზე იმდენი რამე მახსენდება ერთად რომ ყველაფერს ვერ მოყვები. მაგრამ ავარჩი. მაქი გეგეზე მოყევი, ეგ გუშინც იქონდა. ხო გავთავდი. რატო საზანოს რესტორანში ხომ მიუძღვენი ქალებს შესანიშნავად? რო გამოგეკიდო მთელი რესტორანი. მოკლედ, შევეცდები მოკლედ მოყვე. ერთი კაი გოგო იყო ზესტაფონელი, ახლა მეც ყვები იმა 2008-9 წლის ამბებს. უფრო უკანად წადი, არა. ხო, ოპელი მყავს, კაცო, ყვასყვასა, წითელი ფურგუნი გრძელია რა. მაშინ შენ ყავს მარტო ჩათვალე. ხო, მაშინ ოპელი, მაგრამ ახლა ძველი ოპელოლოგია. ის დრო არის რომ 0 შესტები და რომ გადმოვდივართ ოპელებზე, ოპელი მანქანა მგონია მე, ხა და ახლა რა ხდება, თან ფურგუნია და შიგნი მაქვს ადიალა, ხან ზღვაზე ვარ, ხან ტყეში ვარ, ბუთაკა, ფეხებს გაშლიდი, ისეთი კაქსიდენიებს რო გაშლიდი, 2 საწოლიანი კაი და არც ერთ გზავნეულ ქალს რო გზაზე არ დატოვებ, მოკლედ რა. იქნება მგელმა შეჭამა, ცოდო არ არის. შეგედა ასეთი, სულ ასეთი გულჩვილი იყო. მოვდივარ ახლა და მივდივარ იმ რესტორანში, სადაც ეს თავყრილობა არის, დაპატიჟებული ვარ. ხო. და მივდივარ და გვერდზე არც მეტი, არც ნაკლები შუქნიშანზე გამიჩერა იაგუარმა. ახლა მერსედეს და ცეკლას თვალი შეჩვეულია, მაინც იაგუარ და ზევიდან და გადმომხედა გოგომ ისეთმა, ესე თან ზევიდან მიყურებს, ისედაც ზევიდან მიყურებდა და თან თვალებით მანიშნა, იცი დადიხარო. და ვიცანი ეს გოგო იმანაც მიცნოდა რომ მივედით 15 წუთში. აგერ არ გამეჩითა ჩვენ სუფრაზე? იქ დაგხვ. იქ დამხვდა. სოფრაზე მიდიოდა ისიც. ვიცანი ახლა აღვიდგინე გონებაში ვინც არის, რაც არის, რა გოგოა იცი, კაი მაღალი შვარტი 2 მეტრიანი და აი ისეთი ტანფეხი ხონდა, სამსახურის ძებნაც რო არ გინდა, ყველა რო ღებულობს კასტინგზე და ას დიპლომი რო არ გინდა და რა ფერი რო არ გინდა რა. რა მე იყო მიღებული. ტანფეხი რო გიპატრონებს თელი ცხოვრება. ასეთი ფიზიონომიის იყო და დავჯეხით, ახლა გახურდა кейფი, მოკლედ ძალიან რეპლიკებს მესვრის ახლა. ოპელით ვიღადადის დალი ახლა იმანაც მესდავლია. ოპელი დღეს ვიღადადის, მე გადმომკრა ახლა წყებლა, ახლა და ოპელით ვიღადადის. ბიჭო, შემცხვა ახლა ამ ხალხში, მაინც ხო იცი, ახალგაზრდა კაცი ხარ, ჭაგრა ახლა. შინდისფერი კი არის, მაგრამ. ხო, შინდისფერი კი არა, რაღაცა. მოკლედ გულში მოგმიჩადება დიდად არ ვიცი, მაგრამ მე მახასიათებდა ასეთ ექსპრომტებს ვამბობდი ხოლმე ახლა სხარტულებს რაღაცებს და დღესაც პრივიჩკაში მაქვს მორჩენილი და მოვყევი 1-2 მიუძღვენი ქალბატონებს ლექსის სიმღერა მიკროფონთან მიმიწვი ეს რაღაცა და ახლა ეს უკვე დათურა და მიცკაპუნებს ასე. მიცკაპუნ ერთი ლექსი ჩემზეც დაწერე რა იქნება. თან ლაპარაკობს იცი თბილისურად ასლაპარაკობს იმერული ძერი ახლა რო დაყენებული აქვს ეს ხმა, მაგრამ უკვე დალია, უკვე ეიბლანდა და ამ ჩაგრავს ახლა და მეთქი ახლა რა გავაკეთო, ქალია რას შეხს ვარ დაუწყებ ასე და ერთი ლექსი ჩემზედაც იცახის და დავიწყე ასე მოკლედ 2 კუპლეტიაში ჩავატე. ვარ თქვი უარი გიყიდეს იაგუარი. მე არ დავტოვეს სოფელი და ქემოვჩიკინდი ოპელი. ეს იყო ჩემი ბოლო 8 მარტი, მის მერე სულ გეგეს დაბადების დღეზე დავწერე. ხმა არა მოუღია, ხმა. არა მოუღია და 10 წუთში წავიდა. 10 წუთში წავიდა. ჩემი მიხაილოვიჩის ირგვლივ ვიტრიალებ ისევ და შეგენას. ერთ-ერთ ქალს გარდაეცვალა ზესტაფონში მეუღლე. ახლა არ არის ეს ქალი საჭირო ვინ იყო და ხა ცოტა ეს ქალი გამირჩეოდა იმით რომ ბევრი მანდილოსნები აეკიდნენ ახლა ამ ქალს და რა თქმა უნდა ჩემი მიხაილოვიჩმაც
ამ ქალის ხაზის ტელეფონებია იყო იმ დროს და გაიმარჯვა ხაზის ტელეფონზე ამ ქალს დაუკავშირდა. არ ეშვება უტრიალებს ყველა მხრიდან მიხაილოვიჩი და ბოლო მეც დამეღუპა მეუღლეო მიხაილოვიჩი ეუბნება ამ ქალს და რითი დაგეღუპაო და რითიო და იმ ხელამაკო ვერ გამიძლო. ბიჭო ეს ქალი იმ დონეზე ჩააგდო საგონებელში შუა ღამისას ამ ქალმა უთხრა რომ გნახავო ან ყავადავლიო თუ ანდამეო მეტიო ჩვენ შორის არაფერი არ მოხდებაო. ბიჭო დეიბნა მიხაილოვიჩი ახლა სად წევიდე რა ვქნაო ბიჭო დუბლიონკის ღილივით მაქვს ერთ ვერაფერს ვიზამო ან რათი გავაგვირო და ხელა მაგ დუბლიონკის ღილივითო საწყალი ყვება და ჩაულია ერთ ფანჩულიძეების მაღაზია იყო მაშინ ქალაქში და ჩაულია იმ მაღაზიაში ყველაზე დიდი ბადრიჟანი აუღია ჯინსის შარვალში ჩაუგდვია ფეხზე დაუსკოჭია და წასულა ბიჭო ამ ქალს მთელი საღამო ეს ქალიო მთელი ღამე ესე მაპარებს თვალსო რა ან არ უნდა შეიტყოს დააელამა ეს ქალი ცალკეულად უყურებს მართლაც დიდი ქონიო ამ ქალს ეხლა ბოლო დავშორდით ახლა ჩვენ შორის ამოხდებოდა არაფერი ახლა მე გიძამებდი სახში და ეს მიხაილოვიჩი გამზადილი ყავდა ეს ქალი რა ვიღაცისთვის ისეთ მომჭი და მეკე წამევედი სახშიო მიხაილოვიჩი ყובה წამევედიო მაგრამ ტანჯვა გევიარე როევიძრე სკოჭიო სუ დამაპუტა შარვალზეო ფეხებზეო მაგრამ ჩემეზობელ ლევანის რომ ივეცი აჯა ბადრიჟანიო სამი დღე აჯაბ სანდალს აკეთებ სამი დღე აჯაბ სანდალი არ დამოლევია ბებერ ბაბლიკებზე კიდე რა გამახსენდა რომ ახლა კონკრეტიკა რა საჭიროა და ივანიჩი ყავდა ისეთი კოლორიტი ერთ-ორ ფილმშიც არის ნათამაშები აი ზესტაფონელი აი ბაბუ ეკეთებდა ნუ ლავრენტ ბერიაში ვერ გაარჩევდი ძალიან მაგარი ტიპი იყო და სიტყვას ჯიბეში არ შეიყო ხა სიტყვისთვის ხელსო და ძალიან ენამოსწრებული და უნიჭიერეს კაცი იყო და მოკლედ 80 წლის რო გახდა მეგობარმა გაუკეთა იუბილე გადაუხადა ხო და ახლა რა სიურპრიზი რა არის ერთი კაი ნაშა გვერდზე დაუსვა მარჯვნივ და მეორე მარცხნივ ხო და ივანიშს უყვარდა ხაჭაპურის გულისთვის სოშვის მიატოვებდა ისე უყვარდა ხაჭაპური მაგრამ ერთი პრივიჩკა ქონდა მე ვიცოდი ვინც ვიცოდი წინ არ უჯდებოდით არც ერთი რომ შემევიდო და არ დაჭრა ხაჭაპური მალე ძალიან ხაჭაპურს და ყველი იბნევა და არ დაჭრა იცოდა რომ იმის წინ ხაჭაპური არ უნდა დაგეჭრა და რო შემოუტანდნენ ამ ცხელ ხაჭაპურს ჰო რა ცხელია ცალმხარეზე ჩაფერთხავდა ყველს და მეორე ნახევარ წინ ვიწუში და მოუტეხავდა ეს თქვენო ბატონო თავაზიანობის პონჩი და იმაშბელი არისო ვაფშე და ეს ახლა რა მომენტია ხო რომ ივანიჩი ადღეგძელეს და ცხელი ხაჭაპური საპატივცემულოდ მოუტანეს და რო ჩაკბიჩა ეს ნახევარი მთვარეს და ამგვარეს ხაჭაპური და თავი აქ ჩაყოფილი შიგნი და სიამოვნებისგან კრუტუნობს ეს და ჭამს ჰო რა არის ძახის და ამ დროს ერთმას გადმოხედა გაფრთხილებულები არიან ეს ქალები და მეორემას და თავი რო აქ დახრილი იურიბანიჩი გიდგებათ კიდეო ეს ქალი ეკითხება თავი კი არა მოყო ხაჭაპურიდან ასე ამოატრიალა თავი დისნეიში რომ მიატრიალებს და ჩერეს ძუძუ ახედა თვალებში ამ ქალს ბოშო იხნის ვარ მე თუ ავდექი დილას ამას რაღაც დებები ამის ადგომას რაღაც დებები მე თუ ავდექი დილას ერთი იოსკა ყავს კაი ბიჭია ძმაგაცი ხო და რა ხდება ახლა სამტრედელი ცოლი ითხოვა კაი ხნის წინ და მოკლედ ბებია გარდაიცვალა და ეს ახალი სიძი ახლა უნდა რომ გამოჩნდეს გარდაიცვალა ბებია სოლს გარდაიცვალა ბებია და უნდა რომ თავი გამეიჩინოს ახლა ახალი სიძია გააძრო $100 და იმერეთში უძახიან გადახურაო ანუ დაწერა იქა შესაწირი მithვალებული შესაწირი $100 რა ფულია იცი ტყიბულში იყიდი ერთად ახიანბინათ მაშინ მაგრამ თურმე კი არ ჩაწერა სეკაში რო ტიომს გახვალ ხო იცი ამას ყავს ახლა დიდი ბაბუა დიდი ბებია ცოცხალი და დედა და მამა კარგასულა ხანი დიდი ბებია გარდაეცვალა მერე დიდი ბაბუა გარდაეცვალა მერე ყველა სიკვდილის შვილები ვართ და დედა და ბოლოს მამის გასვენება და ჩამოსული ეს სიმამრი დანაკვილს არ უხსნის ბაკლი ცვალს ღვინოს გასვენებაში მეც ვისო მიგაიკაც კარგად არის დიდი სმა და მერე ამ ქელეხის შემდეგ პლოშადზე რო იციან მეორე სერია სინაურები რო გადაგაზინებს ხიზელ სიმღამეს გაც უაღერე ოჯახის წევრი რო გადაგაზინებს და ბაკლიც მამიდის ხელჩართული და ესეც დამთავრდა და სიმამს ადორტმანებს ეს ღვინო ისი არის და ცოლი უძახის გამოდი უჯო ქორწილი კი არა ნუ მომჯერი თავიო კაცო და ეს კაცი ნერვიულობაზე სვავს ამ იმას რა ქვია ღვინოს და ბოლოს რო გამოყავთ ახლა გარეთ და შებრუნდა ეს კაცი და დაეყნო ლოგინს და შეიხედა ლოგინ ქვეშ.
რა შევიო კაცო ეს თოლეუნება ლოგინი გინდა ცუდად ხო არაო ვიხედები ლოგინ ქვეშ ავამტყოფი ხო აღარავინ დარჩა ამ დედა აფეთქებულს კრედიტი ევიდე ბოლოს ისე წამევედი ახო $500 ჩამოატანია იმას $. ეს რა ვარი არის ალარი ნელი გორმუზი ხო აღარავინ დარჩა ოჯახებულებზე არის კიდე ერთ და დავამთავროთ ამით ვიცვალებული ეს მიხაილოვიჩ სულსაძმა კაცო ყავდა სანამ ლობიოს და ფლავს არ მოგიტანებენ ესენი არ გაჩერდება სულ ფულიანის ესეთ შეძლებული ხალხი ყავდა ჩემ მიხაილოვიჩ სამეგობრო ახლა ყველა და ერთ-ერთი ფულიანი დედის დასაფლავებაზე რომ 40-ზე მივიდა საფლავზე და ხახედა არის წაიკითხა 1919 წელს არის დაბადებული ახლა შეძლებული კაცია და 1919 წელს არის ეს ამის დედა დაბადებული და 1999 წელს გარდაიცვალა აქაც წვილი ნომერია იღეს შემიძლია აქაც წვილი ნომერი შეგვდაო მოკლედ ერთ მაღალთიან სოფელში ან ხელმოჭერილი კაცი ცხოვრობს რო ვერ გააშლევიებ მუჭს ხო იცი ხო და ბევრი ფართობი აქვს და მოსაცელია ბალახი მოსათიბი რომ შემოდგომას შეინახოს ზამთრისთვის და რამოდენიმე გექტარია და იფიქრა ხა ფული მაქვს რაზე მევიდა მუშაობით თავიო და ეძებს 25 მენთია სტავგამაში და 10 მენთა დიჟოვა დღიურად მუშა დღიურად მოურიგდა და ეს კაცი მშვენივრად ცელავს კაცელავს უყურებს და შუადღე მევიდა ახლა თან ერთხელ უნდა აჭამოს ასია მორიგებული ორჯერ კი არა ხო და რო დანაყრდნენ პატარა და ამან შეუყვანა ბაზარი ახლა რომ ბიო კარგად ცელავ ყველაფერიო მაგრამ შეგენაცვალეო მოდიო მეორე მხარესაც დაუყენოთ მაგას ცელიო და აქეთაც მოცელავო და იქეთაც მოცელავო და ორმაგ საქმეს გააკეთებო მალე მომრჩებით აი ვახა მუშა არის რა ქნას და გო აქეთაც ცელავს იქეთაც და მეორე დღეს გახედა ახლა და რამე ფიქრობს რომ თუ მანს მაინც იხდის და ბარემ შეგენაცვალე ვახ სადილობაზე აბარებს ამას კარგად ცელავ, იქითაც ცელავ, აქეთაც ცელავ, მაგრამ უკანო ფორჩხი გამეიბიო საქამრეზეო და აღარ გაცდები ამ ფორჩხვაზეო და იქით-აქეთ მოცელავ, პახოდუ ესო ფორჩხი მოაგროვებსო და უფრო მალე მორჩევითა და გამწარდა ეს კაცი და გამეიღო ქათვის ბარგალი კიდე. დედის შენის ნარ ჩამევიკიდებ და ღამეთაც იმოს. აი გონება გახსნილი მაგაცხალ, ხედავ როგორ უთხრა. გონება გახსნილი, არაფერი შუაში არა, გამწარებული კაცის პასუხი. აუ გონება გახსნილი აბა. სრებულმა მუშა. გონება გახსნილი როგორ მოვყავდა? დღეში მეზობელი მყავს ერთი გონება გახსნილი იმნაირი უნდა, დაცვაში მუშაობდა. და დაცვაში მუშაობდა, გასაგზაოს იცავდა. და 22 წელი ჩალკს რომ მოპარა, ახლა ჩალგი ესე ტრაქტორი, გუსენიცნი ტრაქტორს თო ჩალგები უგე, ეს მოპარეს 22 წელი კაც, ღამეში. ბიჭო დილას უჩბროს ეჭუბებო რომ შენი დედავატირო, ეს რაფერ მოგპარეს, დაწერეო, რა ხდებოდა, რომ მევედი იყო და რო წევედი აღარაა. მევედი იყო, პატრიოტსამი კაცი იყო ძმოთა თან გონება გახსნილი, არც მოუწუებია სიმართლე თქვა, რომ მევედი იყო, რო წევედი აღარაა. ირმერი მყავს, კაი კაცი, მაგაცი გავაშელაშვილი და მე ადრე მქონდა კინეულობები ხო და კინაში ერკვევი შევ წამომყევიო და 1-20 ცალი რკინის ბალკებია 12 მეტრიანი, ვინც იცის ახლა 12 მეტრიანი რო ღირს, ძვირი ღირს, ორმაგი ღირს, თუ გრძელია და გაუჭრელი. შემაფასებიეო რა, რამდენს ავიღებო რო ფული უნდა გადავიხადო, თუ ღირსო გადახტატო და მოკლედ ქუთაისიდან 4 რკინის ტვირთავი სპეციალურად რკინას სხვანაირი მუშა უნდა, წოდნე და ვარ დაიზიანოს თავი და მოკლედ ტვირთავენ და 1-15 ცალი დააწყვეს. ამასობაში ღამდება ტრაილერი მყავს საყვანილი და ძალა აღარ გვაქვს მოხელშიო ეს ხალხი იძახის და ხვალო გავაგზელო დავისვენებ არა მე უთხარ ხვალ ტრაილერი ცალკე უნდა მოვიყვანო ის აზრი არა კარგიც მეუთხარი და ასასიმენთ ხო გაძლევ თითოს კიდე დაგიმატებთ ასასმანეთს მე უთხარი საღამოს რესტორანში შევიდეთ დავიგი დამორჩეთ ბიჭო ფულიო ახლა და ერთი ცალი კიდე შეაგდეს კიდე მეორეც ვეხვეწეთ და ბოლოს დარჩა 3 და უკვე ფიზიკურად ეცემიან აღარ აქვს ძალა და ახლა მე ვიფიქრე ის რა ქვია ნაოსნებს რომ ბარაბანზე და ახლა მე უთხარი 1-2 და ოპას რო დავიძახებ ერთად ავწევთ მე შევუდექი ახლა რომ აგაწევიებთ აბა და მე თქვენთან ვარ და რაღაცა და იდეოლოგია 1-2 და ოპა ვიძახდა ამ ოპაზე ყველამ ერთად უნდა ავწიოთ ენვერას ხერხემალით კივავე ვერ ჩალიჩოს მაგრამ ხელსა კიდევს მაინც რომ იმას ეკონოს რომ 6 კაცი მუშაობთ უკვე და დარჩა 2-2 ცალი და არაქად გამოცილია ქუთაისელი ვეღარ დგება ფეხზე და
გამომხედა და ახლა რას გეტყვი უფროსო იცი მეუბნება ახლა შენაც იაგიბალკა და ოპას მედევიზახო არის ერთია კარგი ამბავი რომ უკვე გამახსენდა კიდე დავტოვეთ ორი ცალი ერთი კაი ზესტაფონელი ყავდა როსტომ კასტანტინოვიჩი ჩემი უფროსი მეგობარი ბაბუ აი მართლა კოლორიტი კაცი იყო ზესტაფონის და ჩვენს მეგობარს აზრიკო შიშკართან დაუნტრიეს ჩვენს ჭიდოვიჩ მანქანა რა დაეტაკენ ჭიშკართან და დაუნტრიეს მანქანა ეს მანქანა მეზობლის ეზოში გადავარდა ვაფშე ერთი სიტყვით ეს კაცი ახლა ვინც დაგვეჯახა მანქანას დაგვიმტრიეს მანქანა ჩვენი ძმაკაცის გადმოდის ეს ბიჭი ძირდა ნახევარიო თქვენი ზარალეთ და ნახევარს მე ვიზარალებო ახალი წლის ღამე არის ახლა იქ მეზობლები გამოვიდნენ და ეს კასტანტინოვიჩიც გამოვიდა ჩვენი ბაბუა და ეს ძალიან ენამოსტრებული იყო ეს კასტანტინოვიჩიც და ერთი წუთიო უთხრა ამ კაცს ამან რო დაიწყო რომ ნახევარი თქვენი ზარალეთ და ნახევარს მე ვიზარალებო გააჩერა კასტანტინოვიჩმა მაცალი და გეტყვი ახლავეო მეო აფხაზეთშიო რკინის კონსტრუქციებს ვაშენებდიო პედალობაზის შეფი იყო ეს ბაბუა და მე რო იქიდან რო დავამთავრეო მუშაობაო ტექნიკა მომყავდაო მოვდიოდიო და სამეგრელოშიო რომ მოვდიოდიო შემოვდიოდიო ჩემმა კრანოვჩიკმაო ერთ-ერთი მეგრელის ღორი მოკლა გზაზეო გამოვუვარდა ახლა ეს მეგრელიო და რა მიქენიო დამღუპეო ეჭხუბებაო ჩემო მძღოლმა უთხრაო რომ ნახევარი შენი ზარალი და ნახევარს მე ვიზარალებო მეგრელმა იცი რა უთხრაო რა მეორე მყავს ღორის სახში გამევიყვან დედაგე ერთი შენ და ერთი შენ შეხვდი მე რა უნდა ვიზარალე აგერებული და მეგრია ჭიშკართან მეორე მყავს ღორის სახში დედაგე ერთი შენ და ერთი მე ლავარი დახლა ჩიაკიკაცი აბაჟაში ეს გზაზე უბრალესი მადლობა ბიჭებს უნდა გადაუხადოთ ჩემო პატარო გამონახეს დრო გვესტუმრენ და ასე თავიანთი ხალასი იუმორით თავისი აკოფნით ჩვენს და რაც თავარია მოგვიკითხეთ ზესტაფონელები აუცილებლად გესტუმრებით და მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის დავიშალოთ ბიტლზები ვით წესი იქეთ არ მიდო სარავდა ვიდოდი ახლა ასეთი კაი ხალხი წარმოსადეგი ხალხი აგერზის და რაფერ უნდა გახვიდე ისე რომ ერთი არ ააჟღერო ერთად და ხასიათი არ მოხვიდე კი ბატონო ბიჭებო რაც გინდა დაიწყო ამოვარდება ქარი ამინდი შეიცვლება ჩემი ბადარა გოგო ჩემთაღან არ იქნება არა მოვარდე ქარო ამინდი არ შეცვალო ჩემი ბადარა ნუნუ სხვაგას არ გადანო არა მოვარდე ქარო ამინდი არ შეცვალო ჩემი ბატარა ნუნუ სხვაგას არ გადანო დელი დელი დელია სიყვარული ძნელია ძნელი საბონელია და ოდელია დელია დელი 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 დელია სიყვარული ძნელია ძნელი საბონელია და ოდელია დელია ძნელი საბონელია